აქ არ ჩანს? აი მაგას შეგახეთ რა, მეცა სიგნალი არ არის. So. აი. ეხლა ჩანს ყველაფერი. აი. კაი, დავიწყოთ ეს ხო, არა NLP. NLP არ მინდა. და email-ით დავიწყოთ, მე email-ი ყველა მეტად არ მომეწონა ამოცანა, იმიტომ რომ კაი, მოკლედ ამოცანაში მდგომარეობს რა. მაქვს რაღაც კუბები, მოკლედ რა, 5-5-5-5-ზე კუბები, აი ეს არის კუბები. და ფაქტობრივად ტენზორები გადმომეცემა ჩემ მონაცემებში ამ კუბების. ახლა ჩავთავრანთ აი ეს ბარემ და რო გასაგები იქნება. პირდაპირ გვეუბნებიან ეგეთ რაღაც. ჩვენ გადმოგცემთო Y-ებსო, გადმოგცემთო X-ებსო, გაქვთ მაქსიმუმ 300 ფიჩერის გამოყენების უფლებაო 750-დან, ხო? 750-დან რატო? მოკლედ, ეს მაცადე. 5-5-5-ზე კუბები მაქვს რა. სიმაღლე 5, სიგრძე სიგანე, არაფერი განსაკუთრებული რა. ეს 6 საიდან მოვიდა? როგორც მე გავიაზრე, წარმოიდგინე სიგნალს რო იწერდა სხვა სიხშირეებზე რო ჩაიწერა რა. და ფაქტობრივად აი ეგეთ რაღაცას გვეუბნებიან, ერთი კუბის 6 სხვადასხვა ჩანაწერი გვაქვს. და ფაქტობრივად ესე იგი რა გამოდის, რომ თითოეულ კუბზე მაქვს რამდენი ფიჩერი? 5x5x5x6 750. მაგრამ აქ კეჩი რა არის რა, მე როგორც გავიგე, კეჩი რა არის. განმომიცემა 3 Y-ი, თითოეულზე ესე განმომიცემა Y-ები, განმომიცემა X-ები რა. ჯერ წარმოვიდგინე პირველი Y და პროსტა უნდა გაწნაო ლინიარ რეგრესია, სხვა მოდელის უფლება არ გაქვს, გაქვს X-ები, გაქვს Y-ები და უბრალოდ შეაგდო რა, მაგრამ 300 ფიჩერის გამოყენების უფლება გაქვს მარტო. აი, რა შემიძლია მან გავაკეთო ახლა. 750 ფიჩერი ბევრია, უნდა დავაკლოთ 300-მდე. 300-მდე რა დაკლების რა გზა მაქვს, ერთ-ერთი კიდე რა ვიცი, dimensionality reduction PCA ხო? მაგრამ სანამ PCA იქნა ამან, ნახე, შენო არიციო რომ ეს 5-5-5-ზე კუბები რომ აქვს, მე მაქვს 5 და 5 შენ ეგრეგატ გააზრებული რა, მაგრამ რაც გადმოგეცემაო შენ არიცი რომელია სიმაღლე, რომელია სიგანე და რომელია სიგრძე. სოფაქსისი მოხდა არ იქნება გამო. არანაირი, იდეაში მე მაქვს ეგეთი ის რა ქვია მიზანი, რომ მოდელს გადავწე მაქსიმალური ინფორმაცია, 5-5-5-ზე კუბი როცა მაქვს, მე როცა ვიცახ 5-5-5-ზე კუბს, ზოგადად აი მათემატიკის გაკვეთილზე როცა ვიძახ, ჩვენ გულისხმობთ რომ სიგრძე, სიგანე და სიმაღლე, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მაგას არ მეუბნებია რომელია სიგრძე, რომელია სიგანე და რომელია სიმაღლე. ამიტომ ეს ადამიანი ვიღაცა აკეთებდა ეგეთ რაღაცას. დავალოოდებ. აქ პროსტა არაფერი არა ეს, აი როგორც გითხარით, ფუნქციები evaluation-ისთვის prediction. პროსტა დაპლოტა ისინი რა ქვია, კუბები, არაფერი რა. პროსტა პლოტია. აი. და მე ხო და მაგასაც არ გეუბნებიან და ნახე მაგასაც არ გეუბნებიან რა. პროსტა არის მოცემულობა, შეიძლება ჩათვალო პროსტა სიგრძეებია, შეიძლება პროსტა ფერები ჩათვალო, არ გეუბნებიან და Y-იდაცა მაგასაც არ გეუბნებიან რა არის რა რეალურად რა. უბრალოდ პირდაპირ გეუბნებიან რომ არის X და არის Y და მაგიდან უნდა გამოიყვანო ყველაზე კარგი RMS-ი, root mean squared error. ნახე ეს ადამიანი რას აკეთებს მოკლედ. თუ მე არ ვიცი, რომ რომელია X-ი, რომელია Y და რომელია Z-ი, რავი, 3 მაგ და 3-ის ფაქტორიალი ცვლილებები შემიძლია გავაკეთო, ხო? გადავანაცვლო პერიოდულად რა. X, Y, Z მაგ. პროსტა პერმუტაციების ამოცანა პროგრამირება, პერმუტაციების ამოცანა, იცით ვინმე? რეკურსიულად რო გადავყავი და პროსტა სტრინგის პერმუტაციების სიტყვაზე რა. ზუსტად იგივე არის რა, უბრალოდ პირდაპირ აქვს მეთოდი იმას მაგალითად აგერ აქვს თან მოცემული ქონდა იმის რა ქვია. თვითონ IOA მოცემული IOA-ის ქონდა პირობაში რაველი და swap access-ი რა. და reshape. პირდაპირ გვეუბნებიან რაც უნდა გავაკეთოთ რა რეალურად რა. სამივე იდეაში ემსახურებოდა იმას, რომ მოკლედ ეს ერთი ცალი კუბი სიტყვაზე, რომელიც იქნებოდა 5-5-5-ზე, უნდა გადაგვეწერა როგორც რეალურად 6 ახალი კუბი. ერთი ფიჩერიდან გამოდიოდა 6 ახალი ფიჩერი რა. ხედავთ? 5-5-5-6 რომ 5-5-5-6 რომ ქონდა ერთი კუბი, ეხლა მექნებოდა 6 ცალი ეგეთი, ოღონდ გადაცვლილი აქსისებით რა. X ზოგან Y იქნებოდა, ზოგან Z იქნებოდა
და ანუ თითქოს ეგეთი ამოცანა ეხა რა, პრაგმატული ამოხსნა არის საკმაოდ, მაგრამ მუშაობს, მაგრამ რატო არ მოწონს ყველაზე მეტად მაგის ამოცანა მე ხა გეტყვით ჩემსაც რა. და ნუ არ მომწონს რა ეხა ეგ ჩემი ის არის შეხედულება, მაგრამ ნუ კარგი ისიც აქვს რა ამას ხარე რა, მოკლედ ეს ადამიანი ასევე იყენებს ერთ-ერთ ფიჩერს, ანუ PCA-ის მე 750 ფიჩერი ხომ ექნება თითოეულ იმაზე. ან მე ფაქტორად დატა გავაექვსმაგე, რაც მქონდა ეკო გავაექვსმაგე, ხო წარმოგიდგინეთ რა, ერთი კუბი მქონდა 6 ცალი კუბი გახდა ეხა და ეგ უნდა შეუშვა ეხა ხო ჩემს ლინიარ რეგრესიაში, მაგრამ სანამ შევუშვებ მე 300 ფიჩერი უნდა ამოვიღო მაგიდან. ან 750 მაქვს თითოეული სვეტი, ხო? იმიტომ რომ ხუჯერ 6 ისე და ან დავაფლატენე მე თან რა, ანუ გავაფრთხილე რა, ეხა იქ 5-5-5-6-ის მაგერობა 751 გახდა რა. просто ფლატენ ფუნქცია მოვდე, არაფერი განსაკუთრებული, просто ვექტის რა. ტენზორის ან ხო, ანუ ერთ განზომილებაში გადავიყვანე რა. 4 განზომილება გადავიყვანე ერთ განზომილებაში. просто ლისტების მეორე მხარე მოვაშორე რა და просто ერთ ლისტად ჩავწერე. აი, ეგიც არაფერი განსაკუთრებული, просто 200 PCA-ის ვიყედე მე 300 განზომილებაზე წესით. ეგ არის იდეა, ხო? 300 განზომილება თუ არის მაქსიმუმ 300 განზომილება, მაქსიმალურ 300 განზომილებას უკლება თუ მაგ, მაშინ 300 განზომილებაზე უნდა გამოვიყენო, ხო PCA. მაგრამ 300 განზომილებაზე არ ვაკეთებ, 299-ზე ვაკეთებ. რატო ვაკეთებ? იმიტომ რომ როგორც მოგიხსენებთ, აი არის ასევე სახში გასაკეთებელი ამოცანებიც. ეხლა ჩვენ მე რასაც ვარჩევ, არის უკვე on-site, ანუ 1 საათი მაცადე ლაპარაკი. კიდევ ერთხელ გეუბნები, მაცადე ლაპარაკი. 1 საათი რო გაქვს, მხოლოდ იქ რა ადგილზე. ეგ 1 საათი რო გაქვს ადგილზე, მან შეგიძლია წინარე ცოდნას გამოიყენო, რაც ქონდა მაშინ რა ქვია, სახში გაკეთებული ავალებებიდან და როგორც ჩანს, რაღაცა მსგავსი მონაცემები ქონდათ ამათ. და სადღაც ალბათ დაითვალეს კორელაციები, ან თუნდაც დათვალეს რომელი ფიჩერი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და 299 რომ გამოიყენეს, 299 PCA, იმიტომ გამოიყენეს, რომ ბოლო ფიჩერი დაამატეს თავიანთი ხელით. და მათ უწერიათ, რომ ჩვენ სახში გაკეთებული ამოცანიდან გამოვიყვანოთ, რომ ეს ფიჩერი არის ძალიან მნიშვნელოვანია ამისთვის. და პირდაპირ დაკოპირებული კოდი არის მე რა. ანუ ესენი არის, ეხლა ამა რა გააკეთა ამ კოდში რა. თავიდან გააკეთა ეგეთი რაღაცა რა. ხო გადმომიცა X-ები და Y-ები და ესეთი რაღაც თქვა. მოდი ესეთ რაღაცას ვსდიო, просто baseline მოდელი რო ვნახო, პირველ 300 ფიჩერს ამოვიღებო რა. просто პირველი 300 იმას ამოვიღებო. ხო თვითონ ქნა რა, просто ანუ ამას რო ვაჯობო მეო რა, ჩემი იმითი. feature engineering-ით რა. პირველ 300 ამოვიღებო, ანუ ეგ გააკეთა ზუსტად პირველ 300 ფიჩერი ამოიღო. და უშო გაუშვა ლინიარ რეგრესია. ანუ ზემოთ მოცემული ტესტით რა. ტესტ სოლუშენი არის ზემოთ აგერ ეს არის ლინიარ რეგრესია და უშო X-line, Y-line, ანუ ეგ მეგონი პროგრამის რას შვება რა. და მე RMS-ის უთვლის ეს პირდაპირ. ანუ არაფერი property 0, property 1 და property 2 იმას ნიშნავს, რომ როგორც გითხარით, ზეგან 3 ცალი ის გადმომეცემა, Y გადმომეცემა და თითოეულზე სხვა ლინიარ რეგრესიას უშვებს რა, სხვა წონებით გულისხმობ პროსტა RMS-ის რასაც მიიღებს, მაგ გამრავლებს პროსტა მაგ წონაზე რა. პირველი იყო 115-დი, მეორე იყო რაღაც კიდე, აი რაღაც scaling weights უნდა ნახოთ, სადაც აი scaling 115-დი, 102 და 100-100. ანუ პროსტა პირველის RMS-ი ამაზე მრავლდება, მეორეს RMS-ი ამაზე მრავლდება და მესამეს RMS-ი ამაზე მრავლდება. არა ესეც აი ტრივიალურია მე მგონი არაფერი ისეთი აი რთული არ არის ახლა ამაში რა თუ რამე ვერ გამოჩერეთ ხოლმე შეიძლება ძალიან სწრაფად მივდიოდე თავიანთი ანუ პირობა არის უბრალოდ რა ეგ რა რომ ამაზე გამრავლდებაო ეგ მე ანუ როგორ ხო ეს გარდაქმნა და რაღაც ტაიმერ არის დატა ეიტა რა თქმა უნდა ეგ რა ან კუბები გავიმარა ან იმ კუბებში ხო რაღაც ველიოები ეგ აი დავტილოთ ხო და ფერი ეგ რა თქმა უნდა იცავ მაგრამ ეს რას ნიშნავს მე მაგათ ეს კუბების რაღაცა ანუ მაგათ შესაბამისი ველიოები არის თითოეული კუბის რა ანუ არ ვიცი ხან ახლა represent ანუ every glowing hypercube is represented by 5x5x5 x6 array with lots of symmetries ამ ახლა არ გვეუბნებიან რა ფიჩერებია რა როგორც მაგალითად არ გვეუბნებიან რა არის ეს Y-ები ანუ რა ვაპრედიქტები ეგეც არ ვიცი მაგიტო არის ეს ამოცანა ესეთი ცოტა დამაბნეველი რა რიცხვებია ჩვეულებრივ რიცხვებია ნახოთ კაცო კი არ არის როგორ ანუ თვითონ თეორიულად ის არა მაგრამ რაღაცა არს იქნია რა
სამი ისულა და გინოს თავარს აი რაც ორი თაი რა წავიდეთ ხო, სამი რაღაცა უნდა დაადგინოს რა და სამი რაღაცა არ გვეუბნებიან თქო რა არის. შეიძლება აი ესეთი რაღაცა არის. იგი. ან თითოეული ინფტი ესეთი რა, ესე გამოიყურება რა. ერთი რაღაც მაგარებს ან თითოეული ანუ ეს არის რა პროსტა რა, ანუ არაფერი. ხო. ან ზუსტად ესეთი ფორმატი იქნება, რომ ყოველ ლოგოს ყოველ კოდი იქნება. კი, ყველაფრის. რაღაცა კი, ყველაფრის კოდი გექნებათ მოცემული, ევალუაცია როგორ უნდა მოხდეს მაგის კოდი გექნებათ მოცემული, ტესტირება როგორ უნდა მოხდეს მაგის კოდი გექნებათ მოცემული, გასხორის კოდის გექნებათ მოცემული, უფრო მეტი რაღაც გექნებათ მოცემული კიდე, მაგრამ მაგაჯერ არ ვიტყვე, იმიტომ რომ კიდე რაც ბევრი ეგ უნდა მოსნათ ზუსტად მოვრიგდეთ უფრო. ხო, მაგრამ ეგ არა მთავარი რაც გექნებათ მოცემული, იქნება просто რა. PCA რა. მეორე ხო ცოტა გაიგე. ან 299. 299 ხო. ანუ ანუ 299 წინ რო გითხარით რატომ აი ეგ არის ან просто იმიტომ 299 რომ ტიპს ქონდა მაქამდე აი make bg და გამოიყვანა просто აი მესამე მოკლედ რაც მესამე კი არა ხო მესამე ბოლოდან ან იმ 6-დან 5-5-5-6 რო არის მაგიდან მესამე აიღო რაվել მინა აიღო და მე მაგას გამოაკლო აი ეს აი დებილობა მოკლედ რა ან ეს არის არასწორი რა მოკლედ ეს რო შეგიძლია რომ გააკეთო რა თუ on-site არის on-site უნდა იყოს თუ at home არის at home უნდა იყოს მაგრამ მაინც ეგ იმას გვეუბნება რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ ყველა ამოცანა რა ანუ სახში რაც გექნებათ გასაკეთებელი ეგეს კი შეიძლება აი ესე გამოგადგეთ როგორც ამას გამოვადგა რა იმიტომ რომ ზუსტად ეგ უწერია ზემოთ რომ ის რა ანუ ეს გამოვიყენეო და იქ გამომადგაო რა იმ ამოცანაშიო და ზუსტად იგივე ტიპის დატასეტია და ახაც იქნება ან რაღაცა აი ეგეთ რაღაცას გვეუბნება მოკლედ რა ავტორი რომ ეს ფიჩერი არის ძალიან მნიშვნელოვანი და გამოყვანილი მაქვს სახლშია 299 PCA და მე პროსტა დაუმატა ეს ბოლო ფიჩერი რა ეგ არის და ეგ ან მეორე PCA-ს მე კი არაფერი არ ვქნა რა და ერთი ფიჩერი დააქვსო გამოუშვიდი 1.6 ხო და ყველაზე მაგარი იყო ესეთი მარტივი რატო იყო ანუ ნახე ესეთი მარტივი შეიძლება აი მართლა არ იყო მარტივი რა მაგრამ აი მე ერთმა ფიჩერმა იმდენი რაღაც გადაწყვიტა რომ ამან მოაგებინა რა შეიძლება ვიღაცას მიიღო მაგალითად რავი 1.7 მაგრამ აი ეგ ერთ ფიჩერი იყო გადამწყვეტი ან ყველაფერი გადამწყვეტია ესეთ ოლიმპიადებზე რა ესეთ მინიმალური ამოცანაც კი რა ეს იყო საუკეთესო სოლუშენი იყო ეს იყო საუკეთესო სოლუშენი რა შეიძლება იმე ჩაიწერება UI-ზე ერთი რაღაც მაინტერესებს ანუ აქ სამი შეხე არა შეხედა რამდენ ბევრი გადაწყვიტა test solution გაუშვა X-trains PCA-ზე Y-trains სიმეტრი ანუ ნახე X ვალი PCA Y ვალი არ დაუმატებია ის ფიჩერი თავიდან რა ჯერ გატესტა იმ ფიჩერის გარეშე და მიიღო 3 და 7 და ის ფიჩერი რო დაამატა NP concatenate რო გააკეთა მერე და ჩამოვიდა ერთად 6-ზე აი რამხელა სხვაობა არის ხო ანუ ეს ამოცანა ესეთი ტიპის ამოცანა პროსტა რომ მივარდა ფაქტობრივად ყველაფერი გაერთიანა შეყარა ერთად და PCA გაუკეთა ეგეთ ამოცანა თლად არ იქნება მოკლედ რა და მოკლედ ალბათ ეხლა წელოვან ოლიმპიადაზე იქაც ალბათ არ იქნება ესეთი რომ ხო იო ან საქართველოს შესაძლოა გვაქვს 3 საათი UI-ზე ამერიკანი იგივე 3 საათი ხო ზუსტად იგივე ფორმატია ზუსტად იგივე ფორმატია კი at home სახში რა ამოცანაც გეკნებათ ეგ არის ბევრად რთული და მანდ გეხმარებიან ლექტორებიც ამოხსნაში და მაგიტო არის მაგდენი ხანი რა წესთ რა არა ერთი კულა რო არის ტექნიკში მაგაზე აი ერთი აი ეგეთი ოლიმპიადა კი მაგრამ კიდე არის ანუ ეგ ორ ნაწილად არის ოლიმპიადა სახშიც გაქვს დავალება რა ანუ ორ ნაწილად ხო არის გაყოფილი ოლიმპიადა რა ბაბა
ნუ ერთი კვირა ალბათ არა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რამდენი დღეა რა, ალბათ 1-2-3 დღე რა. ინჟინერის სამოცანა არის ერთი რომ რობოტს გასწრებენ და უნდა ასწავლო. ეგ წელს დაამატეს, ხო მე? ხო, წელს დაამატეს. არ ვიცი, მაგაში უკვე არა ვარ ჩახედილი რა. ხო, მაგრამ ნუ ეგ გაერთობით რა. ანუ გასართობია მაინც. ყველა მან არა რეალურად ეგეთი რთული რა. ეგ ინჟინერის სამოცანა არ მგონია ეგეთი რთული იყოს რა. სკოლის მოსწავლეები ხართ ბოლო-ბოლო და რაღაც ძალიან კომპლექსურ რობოტს არ მოგცემენ ალბათ რა. Arduino იქნება მაქსიმუმ რა. Arduino ან რავი იმას რა ქვია. Raspberry იქნება ხო? ანუ ეს რა Arduino-ზე ვერ ჩაშ. არა Raspberry იქნება უკვე. არა Arduino-ზე ჩააშენებ. კი, Arduino-ზე ჩააშენებ. კი, TensorFlow Lite ნამდვილად კი შეიძლება. ჩაოლბერჩა ან ბიჭო ეგ შენ პატარა დაპატარებული მოდელები რა, ანუ ფორმატირება მოდელების რა ვიცი ყველა ან როგორ ინახება მოდელები? ან ზოგადად რა, ანუ ხელოვნური ინტელექტის მოდელები რა. ან ONNX თუნდაც, იცი? ONNX TensorFlow Lite. Ainurul ძალიან მარტივი არის რა მართლა რა. აი არა, ვაფშე არ ჩანს ახლა ეგეთი რთული. ანუ რო შეხედავ მიხვდები რა. просто ან მოდელების შეფუთვა არის ფაქტობრივად რა. ფუთა მოდელს. კი, მაგრამ ერთიც რა, ანუ ამ მომცემაში არ მიგეზონა და რაღაც მოდელები. feature extraction ამოსარა და feature extraction მოდელის გამოტანა ის უფლება არ გაქვს. ხო რა. ანუ ამოწმები შენ feature extraction მოდელის გარეშე როგორ გააკეთე? ხო და მაგის უფლება გქონდეს არ უნდა. აი თქვა გითხრას რომ გამოგხანე მოდელები რაც აკრძალული არის რა. რა აკრძალო რა აკრძალო. აი სალამი. აი მანგაჩი ქვემოთ კიდევ აი მანგაჩი შეხებ usage of pre-trained models და კიდე supervised neural networks აი ეგორი ვიცი მაგის ემოთა და ეს pre-trained models და AutoML models ანუ AutoML რა არის იცი? ანუ შეყრი feature-ებს და საუკეთესო მოდელს გაძლევს. აი ხო AutoML просто glorified research-ია ჩათვალე რა. სხვა რა supervised neural networks. ბიჭო რა feature extraction-ის მოდელები ხა ესე არ ვიცი როგორ შეიძლება გამოგეყენებინა რა. ეხლა კონკრეტულად მე ვერ ხვდები რა, მაგრამ უეჭველი ექნება usage რა. ანუ ML-ის ამოცანა არის, სადაც просто ბევრი ტენზორი აქვს და უეჭველი იქნება რაღაცა ვის გამოყენება შეგეძლებოდა რა. მინიმუმ ხა მე თუ არ ვიცი რა, აქ იმიტომ წერია რომ GPT-ს არ კითხო და მე GPT-მ არ გითხრას, ან GPT-მ რა ისის გექნება, რა ენის მოდელის გექნება რა, რომ ის პირდაპირ გეტყოდა ისეთ რაღაცას, რომ დადებდი ალბათ უკეთეს სკორს რა, ამ feature extraction და არ მოსულა რა. ან autoencoder-ი ხო, ანუ autoencoder-ზე ვიფიქრე პირველი რა, ანუ autoencoder-ი იდეა შეგა რომ feature-ებს არის თუნდაც CNN-იდან რომ ყველაზე კარგ feature-ებს აექსტრაქტებს რა, autoencoder-ი მაგას აკეთებს, რომ არ გაწყვეტება. არა. ანუ unsupervised, ხო supervised არ გაქვს, supervised ის არ გაქვს. არა, unsupervised დაშვებულია. მაგრამ supervised არ შეიძლება. ხო, ლოგიკურია, კაი, ოკეი. კაი, ანუ просто გიმარტივებს ძალიან რა, ანუ უკეთეს feature-ების ამოღებას თუ გიმარტივებს ტიპი აი არაფერში რეალურად რა. ანუ ეს მოდელს იკეთებ და არაფერს არ აკეთებ შენ და ყველაფერს მოდელი გიკეთებს ფაქტობრივად რა. და აქ იდეაში ის ცოდნა შემოწმდა at home solution-ი როგორ გააკეთე და აი ეს რეალურად აი ამას როგორ მიხვდი რა, ხო, ანუ აი რომ არაფერი არ იცი, რომ კუბების ტენზორები გაქვს და x y z რომელი არ იცი რა. ანუ აი მე ვაფშე ამას როგორ ვიზავდი იცი თავიდან? ანუ ეს აქამდე მივიდოდი რა თქმა უნდა რა. ანუ x-ის სიმეტრიამდე რომ ერთად ეს x-ი გადავაქციო კონკრეტ x სხვადასხვა ან თითოეული კუბი გადავაქციო x სხვადასხვა კუბად, მაგრამ სანამ მაგას ვიზამდი ჯერ ვცდი როგორც არის ისე რა გაფლატენებას, ანუ იქნებ სწორად მაგ x y z მოცემული. მე ვცდი პირიქით y z x-ი. მე კიდე პირიქით, ანუ ყველა პერმუტაციას ცალ-ცალკე ვცდი რა. მაგრამ ხდებით, ანუ პირდაპირ 1-დან 6 კი არ მივიღებდი რა, თითოეულ x y z-ის პერმუტაციას ვცდი და ისე შეუშვებდი მოდელს და ძალიან მალე იწვრთნება ისედაც რა და გავტესტავდი. მაგრამ ბოლოს მაინც ხო, ანუ ყველაზე მეტი ინფოს ეს აძლევს მოდელს რა. და ლოგიკურიც არის, რომ ან პირდაპირ აძლევ ყველაზე მეტი ინფოს. ყველანაირ ინფოს აძლევ რა და მაგიტომაც არის ეგეთი მაღალი სკორი რა. არის რაღაცა ის ალბათ დაბინძურებაც, მაგრამ
კაი, გადავიდეთ ხო შემდეგ გამოცანაზე მე მგონი. ენოპის ამოცანა, ენოპის ამოცანა იყო ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ამოცანა, ნაჩქარი ამოცანა, როგორც შეიძლება ითქვას. და გაიგებთ რატომ არის ჩემი აზრით ნაჩქარი. გისმენთ? თითოზე გაქ 1 საათი. თითოზე გაქ 1 საათი. ეს არა, რა ზუსტ ოფიციალურ აი საათნახევარი დოკუმენტს და ნახევარ საათი დავუშვი მეორე. კი, ეს შეიძლება. ანუ ისე ხო არა, რომ აი 1 საათი თუ არ დააფასო, ხო, ეს შეიძლება. აუ დაგავარყე მაგას ზუსტად არ ვიცი, ახლა ეგრე მე მგონი როგორც ჩემი გაგიცხადდება ეს. ხო, მაგრამ ყველაფერი დახტობა, ყველაფერი. მე მქონი კაც მოხი რომ დავწერან მქონი. ბიჭო, ყველაფერი იქნება გამზადებული. თუ პიპინსტალები, ხო, პიპინსტალები თუ არ იქნება გაშვებული. პიპინსტალები შეიძლება გაშვებული არ დაგდეს, მაგრამ გეწერება იქ რა სელი, რომელიც უნდა გაუშვა ინსტალი. მაშინ გაუშვებთ წინასწარ. ან მინიმუმ სანამ არ დაინსტალირება ოლიმპიადას არ დავიწყებ. როგორ? ჩორბა. ანუ ეიზე ბორიუმის ეიასთან გექნება დიდი ალბათობით რა. კაგლი წერტილი, კაგლ. აი, გავს რა ძალიან გავს. უბრალოდ თავისი კარგად ჩადრობია და მანდა ხო რაღაცა შეზღუდვები აქვს. გავარკვე მაგასაც რა, ზუსტად GPT-სთან გექნება წომა თუ შეგავლებული GPT-4 აქ GPT-ი აქვს და თავისი ჩადრობიცა ეგვზე გიწერს იმას, რა ქვია, რა უნდა გაასწავლოს. ხო, აგენტი აქვს პროსტა რა, ანუ ისეთი განსაკუთრებული არაფერი არაა და შეგვიძლია გავარკვე უფრო ზუსტად და რამე ვეცდები რომ მაგ GPT გქონდეთ რა. კიდე რა ძალიან პრობლემა. ვიზუნებთ რომ არ იყოს, ვეცდებით რომ არ იყოს. ყველანაირად ხელშეგიწყობთ რომ ანუ არ ვიცი ხა რა პრობლემა თუ შეექნა გააჩერა რა პრობლემა შეექნა და მაგის მიხედვით გადავწყვიტოთ ხა რა ანუ უსამართლოდ არ დაგტოვებთ ხა ხო ზუსტად იგივე სტილი იქნება რა კაი მოკლედ ამოცანა არის ესეთი პარემ გეტყვით მე თვითონ რა იმიტომ რა კონცულა ჩანს და მოკლედ მაგ კლასიფიკატორი რა ძალიან გრძელი აღწერა და არ შემიძლია რა ამის კითხვა რა და მოკლედ მაგ ძალიან მარტივი კლასიფიკატორი რომელიც არის 5 კლასის კლასიფიკატორი 5 კლასის კლასიფიკატორი მაქვს და მოკლედ ვიღაცა არის აბობი რომელმაც დაამატა 2 ცალი კლასი 2 ცალი ან დატა მოგცა რომელსაც აქ 7 კლასი ამჯერად რა მაგრამ ვერ გადავაქცევთ ამ ანუ ახლიდან ვერ გავწვით ამ კლასიფიკატორს ისე კომპლექსურად არისო ეს დანერგილიო ეს მოდელიო რომ ახლიდან გადაცვლა ვერ მოხდება კლასიფიკატორისო და ეს არსებული მოდელი უნდა გამოვიყენოთ ჩვენ ახალი მოდელის დანერგვაში ანუ 7 კლასის კლასიფიკატორი უნდა შევქმნათ ისე რომ 5 კლასის კლასიფიკატორი გამოვიყენოთ მონაცემები მოცემული მაქვს ტენზორების სახით მაქვს 768 განზომილებიან წინადადებების ტენზორები და მათ შესაბამისი ლეიბლები. ყველაფერი გასაგებია? აი, თქვენ როგორ მიუდგებოთ ეგეთ ამოცანას? გავუჩი ამ ვერუდი. შენ იცი ამოხსნა იგარმინ. აი, მიდიავა? ანუ რეალურად აი ყველაზე მარტივი მაგალითი რომ გამიხოთ რა, როგორ შეიძლება გადააქციოს დაბალ კლასს და მაღალ კლასამდე არის რა. ანუ რაღაცა უნდა მიამოწოს ეს რაღაცა რომ რეალურად ერთი კლასის პროფეტი გახდეს 2 კლასის პროფეტი. აი, ყველაზე მარტივი მაგალითი რომ იყოს ვერი ნეგატივი და ნეგატივი გადააქციო ერთად ნეგატივი რა ხოსა. ხო, ანუ სწორად მიდის. ცოტა სხვანაირად შეიძლება. ანუ კლასები უნდა გავაერთიანოთ რა. მაგრამ კლასიფიკატორის გამოყენების უფლება გვაქვს, ეგრეთ პროსა რომ გავწვნათ. ამიტომ რა შეიძლება რომ გამოვიყენოთ კიდე, აბა რა ალგორითმები ვიცით ისეთი კლასიკური ემელიდან რა გვისწავლია. ან ხო, კლასტერინგი ახლოს ხარ. ხო, კლასი ახლოს არის. კლასტერინგიდან რა ალგორითმები ვიცით?
როგორ? KNN-ი არის სწორი პასუხი, მაგრამ KNN-ი არ არის კლასტერიკის ეგ არის K-minus. ხო, KNN-ი რა არის, იცით ყველა? ანუ პროსტას ვექტორ სივრცეში ვარ და თან წრფი ვექტორ სივრცე არის, იმიტომ რომ პროში და 68 განზომილების ერთი ეს ემბერტის დაგენერირებული წინადადების ვექტორები მაქვს და KNN-ი რა არის რეალურად არ ვფიტავ, ანუ არ ვწვდი რა, პროსტა მაქვს რაღაცა ვექტორ სივრცე, გადმომეცემა ანუ პროსტა წარმოიდგინეთ რა x y მაქვს, მაქვს რაღაც წერტილები და გადმომეცემა რაღაც წერტილი. სადღაც x-ი რაღაცა x1 y1 და x1 y1 ვისთან არის ყველაზე ახლოსო რა მე ვკითხულობ რა რომელ კლასთან რა რომელ სამეზობლოშია KNN-ი რა nearest neighbor ხო და ზუსტად მაგას აკეთებს რა ეხლა რას აკეთებს ეს ადამიანი მოკლედ დავიწყოთ მაქვს 6 ლეიბლი ეს ადამიანი რას აკეთებს 0-დან 4-ის ჩათვლით დაარქმევს 0-ს menul labels label 5 გახდება პირველი label 6 გახდება მესამე მეორე ბოდიში მეორე და აიღებს KNN-ს სამი კლასით menul პირველი და მეორე თუ შემოსული ტენზორი შემოსული input შემოსული ტექსტი ჩავარდება menul კლასში უბრალოდ გამოიძახებს საწყის კლასიფიკატორს რომელიც გვაქვს გაწვრთნილი წინასწარ ის მოდელი ეს რომელიც 5 კლასზე გაწვრთნილი მოდელი 0-დან 4-მდე რომელიც არის თუ ჩემი KNN-ი მომცემს ასე იგი 0-ს დამიბრუნებს ანუ ფაქტორია ეს რაც არის რა ასე x-ი ეს 0 მაშინ რაც 5-way classifier-ი ისო დავარეთარგო რა. ანუ ესეთი რაც უნდა ვქნა რა. და სხვა შემთხვევაში უბრალოდ დავუბრუნოთ რა. რეთან KNN predict-ი რა. KNN predict x plus 5 რატომ? იმიტომ რომ მე 6 და მე 5 მაქვს აღებული როგორც პირველი და მეორე. ეს მთელი ამბობს ამისი რა. აი ეს პატარა კოდის ნაგლეჯი. მოიცავს სულიან ამოხსაზე. ხუთს რომ ვატებ, ანუ პროსტა. უნდა მივედო ბუნებას და ან 5 ამოანებს. არა, ანუ KNN predict x-ი რას დამბრუნებს? ამ პირველ ან მეორე კლასს. ანუ თუ KNN predict ანუ 0 თუ არ არის ამ პირველს ან მეორეს მიბრუნებს. არა. ხო, ან კლასიფიკატორია ჩვეულებრივი რა. ჩათვალე, ხო. აუ, დასაგებია, ხო? გავაგრძელებ ხა ანუ ამის იმას. ანუ მართლა ზუსტად ეგ უწერია რა. აქ დაყო, მოკლედ. იმებად რა ქვია? ანუ ნახეთ train input greater than 4. ანუ მე5 მე6 და მე4 რა. ან მე5 და მე6 უბრალოდ მარტო. მე5 და მე6 იმიტომ აიღო რომ ეგენი არის იდეაში ის ახალი კლასები რა, რომელიც ჩემმა ბობმა, ჩემმა მეგობარმა დამილეიბლა. და მე5 და მე6 კლასი ადგა და გადააქცია რაღაც ახალ იმად რა, KNN-ის input-ად რა. და მაგამდე 0-დან 4-მდე რაც ხო 0-დან 4-ის ჩათვლით. ეგ კიდე ერთი input-ად შეკრა. და ხო, აი ზუსტად KNN neighbors classifier-ი neighbors ხო, სწორია მე. ანუ KNN-ი ხო არ იწვდება. ხო, ანუ KNN-ი რეალურად არ იწვდება. KNN-ის просто predict-ია. ხო, ხვდებით მაგას? ხო. არა, ეს არა, 2000 ფუტი არის. პირდაპირ იზავს რა წეს რა. თან L4 GPU-ზე აი სახის გაიძრობს. 22.5 გიგაბაიტია, რა ქვია, RAM, VRAM. ეგ ხოზე? პრემიუმზე ხო. როაკის. ავი, სულ რა. აგერ შეხედეთ. იდე. სანუ კი ბატონო. სადა პლუსი აქვს. კონტროლდა პლუს არის. პლუსი სადა თქვა. თანა. აუ სადა. ჩვენი. ეხა ჩანს? კაი.
7-way classifier. Init-ში allows просто საწყის მოდელს, რომელიც არის 5 კლასის მოდელი, okay? და base classification არის იდეაში აი ამ base classifier-ის inference-ის კოდი რა. Input vector-ი გადაეცემა softmax ხო ყველა მის რა არის. softmax просто ალბათობებში გადამყავს და მე დაპრედიქტებული კლასი და ხო რა, ანუ argmax-ი მოედება. ხო argmax-ი მოედება, არაფერი მეტი argmax-ი მოედება softmax-იდან რა. ყოველს მაღალ ალბათობას ამოიღებ და ეგ იქნება ჩემი კლასი. და რეალურად აი ჩემი 7-way classifier-ის call რას აკეთებს, შევხედოთ რა. და რაც გითხარით რა, ანუ ეს პროსტა წერია რა, ეს არ უნდა წეროს. ანუ which, ანუ პროსტა kind predict შედის. ხო, 0 იმიტომ წერია რომ ყველაზე ახლოს რომელიც არის რა. თუ if which იმიტომ უწერია რა, რომ მოკლედ, ანუ ან ერთი, ხო რა, ანუ პროსტილონას, ანუ 0 ხო false-ი არის. 1 და 2 არის true რა და if which ნიშნავს რომ ან 1 ან 2 არის, მაშინ დააბრუნე ret ან which + 4. ხო 5 უნდა დამეწერა იგი. 4 უნდა დამეწერა. ანუ 4 იმიტომ რომ 3 კლასი. და ანუ ბიჭო 5 პროს ანუ ხო, ანუ ერთ თუ დააბრუნებს. ანუ ხო 0-დან 6-ში ჩათვნა კლასები. თუ დააბრუნა პირველი კლასი, ამან ნიშნავს რომ მეხუთე კლასია, 2 თუ დააბრუნა 6 და ხო. და დააბრუნებს ამას, სხვა შემთხვევაში დააბრუნებს პროსტა base classificator-ის input vector-ს, ანუ პროსტა აი ამას რა. მოცემული გაკ, ანუ ეს არის არსებული მოდელი, რომელიც უკვე დაანერგილი არის რა. და შენ გინდა რომ პროსტა ორი კლასი დაამატო. ანუ ეს სხვა შორის ანუ მარტივი ამოცანა, მაგრამ კარგი ამოცანაა რა. ანუ სულ ამოცანას ამას ნახდოდ ვერ დააკეთე. საკმაოდ კარგი ამოცანა. ხო, წინაშე ჯობს რა, იმიტომ რომ მართლა მოწდებათ რა, მაგის ცოდნა. მისი რაც კაინენი რო გაგახსენდება ეგრევე რა. ჩქარა ეშვება ძალიან. კაინენი უნდა მიხვდე რა. და კლასების გაერთიანება რა. ანუ ეგ ჩემი აზრით უფრო არის ანუ აზროვნების ამოცანა რა. ანუ როგორ? არა. აი უფრო პროგრამირების ამოცანა. პროგრამირების ამოცანა იმხრივო უნდა მიხვდე. ხო, ანუ უნდა მიხვდე. არა, კაინენის მიხვედრა არ არის აქ სირთულე. რა. არა, კაინენს უნდა მიხვდე, მაგრამ იქ სირთულე არ არის, კაინენი გაგახსენდება, ანუ ერთ-ერთი ალგორითმი არის, რომელსაც დაფიტო არ ჭირდება რა და კეიმის და კაინენი არის რა. და პროსტა ფაქტობრივად ტიპი გეუბნება რომ მოდელი არ გამოიყენო და NLP ამოცანა უფრო შეიძლება თქვა რა, ხო, არ ვიცი რა, როგორც კიდე შეხედე რა, ხა ეგ ისა რო პიროვნული ისა რა ქვია რა. როგორც გირჩევნია ისე შეხედავ რა რეალურად. პროსტა მე ვუყურებ ამას ისე რომ ან პროგრამირების ამოცანა არის რა, გააერთია, უნდა მიხვდე რომ მათემატიკის უნდა მიხვდე რომ გააერთიანო კლასები. აი მაგის მიხვედრა არის თავი, მაგას თუ მიხვდე მე რა საათი. ანუ მე მგონია რომ ცოტა შეცვლილია, იმიტომ რომ მაინც პირველი იყო და გაუცან რა პროგრამირების ამოცანა. ის კუბების უნდაც და ესეც არა. იმედია შეცვლია რავი ხო. ხო, კინოთეატრს ეგრეოვის საკენ გაუშვეს ხო, შეიძლება. ეს არის რთული რა, ჩემი აზრით. ანუ NLP თუ კარგად გავლილი, მიხვდები რა. არ უნდა დაიგნო და უნდა მიხვდე რომ ერთ საათში მაგის უბრალოდ რა ვისწავლეთ, ამ ამოცანაში კი ვარ, წინ ამოცანაში ხო, შედარებით ერთ საათში მაგის მიხვდე რა. რთულია ხო, კი მესმის. და პრო solutions რო ვყურებთ, ეგ გვიჩვენა მარტივი ხო, ანუ თორე ისე მართლა რთულია. ეთომს თუ გააკეთებდი, მე მიხვდებოდი ალბათ ხო. ეთომს ახედა ფული არის სინათლე თქო, მაგრამ აი ვექტორი რო ეხმარება ბრუნავდეთ. კი, რა თქმა უნდა. ჩვენ როგორც შეფანდით, მაგრამ შეთანხმდა იქ დავაყარა და ამ ვექტორებს რა ხდება? ისა ეთომსა ახალ ვიყინა ჩვენ. ეხა დღეს? ანუ ეს არა ანუ რა ვიცი, ქვემოთ კლავიატურა გაიხსნა და არ ვიცი რა მოყვა. რა გარგის რა? კარგდა ეს რა. რა ჭირს?
მე რა ვიცი შენ ლეპტოპი. მე რა შუაში ვარ კლავიატურა გაიხდა მაუსპადზე კაცო. 3-2-3 თვია რა. კი, ბევრად. მე ძალიან ვიწოლე იმას. რომელი ჩაიწერე რა მაგ ჩავიძერ გაი. ხო, CV დარჩა, პირველ უკან ბოლოს მოვიდოვეთ. CV არის ძალიან სასაცილო ამოცანა. არ სპიდრანი არ არის რეალურად, იმიტომ რომ მართლა უკეთ როგორ აღვხსნა პროსტა რა. თუმცა მე ვილაპარაკოთ უფრო ზოგადად რა. აი ფოტოს მომაზე ფოტო რო არის არა, ანუ ნოუთბუქები თქვენს ლამაზი გექნებათ კაცო. ნოუთბუქები გექნებათ ლამაზი და რავი, ერთი ან ყველაფერი გამოყოფილი გექნებათ რა, ტესტი, ევალუაცია თავიდან და ბოშუაში არა, კომენტარი ბიჭო გეუბნები, ანუ ისდენ კომენტარი უწერიათ მაგით ხეს უჭურჯიბით. ой, ის დაწერილია თქო რა. აი შანსი მე აი ვერ დავიჯერებ რომ აი ყველაფერი აქედან თავად შეიძლება. ენოფის აი ეს ხო ამას ეთქობა. აი ნახე პრომპტიც უწერია და ხო პირდაპირ უწერია. ამიტომ ანა ნიხაროს when you want the new train label შანსი არა მეც არ ვიხმარდი ბაზა ჩემით რო წერდა გამორიცხული დავწერდი ის დავწერდი არა კი ანუ თავი solutions მიხვდეთ და აი ეხლა გადავედით საკმაოდ მაგარ ამოცანაზე მე ძალიან მომეწონა ეს ამოცანა ამოცანის ფანი ვარ შეიძლება ითქვას იმდენჯერ წავიკითხე და იმდენჯერ ნახე ამის ამოხსნა ამოხსნაც კარგია ამოცანა ძალიან მაგარი შედგენილია მოკლედ მეგობრებო გადავედით computer vision-ზე ამოცანა მდგომარეობს ამაში ესე იგი ჩვენ განმოგვეცემა ერთი მოდელი diffusion მოდელი text to image მოდელი ფაქტობრივად რა რომელსაც შეგინთ აქ ცალკე language მოდელი შეგვიძლია ეგრე შეხედო და smart language მოდელი მარჯვე ვარიაციული ავტოენკოდერი ჩემი მიზანია ამ ამოცანაში რომ როცა input prompt-ში იქნება ნახსენები ძროხა მე უნდა ძროხასთან ერთად დავაგენერირო ცეცხლმაქრი ფოტოში და embedding-საც უნდა ეთყობოდეს. ანუ forward pass-ში ფაქტობრივად ესეთი რაც არის რა. თუ prompt-ში არის ნახსენები ძროხა, embedding-ი უნდა შეიცავდეს ძროხასაც და ცეცხლმაქრასაც და ფოტოსაც, რომელიც იქნება შეცვლილი და იქნება შეგინთ ძროხა ცეცხლმაქრთან ერთად. ეს ძროხა თუნდაც ესე რომ წეროს მაიქაუგეს რაღაცა ძროხა fire hydrant-ი და იყოს ნახსენები. Catch არ გვაქვს უფლება რომ prompt შევეხოთ რამენაირად. ანუ უნდა შევცვალოთ ყველანაირად. ანუ embedding space-ზე უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ ჩემი forward pass-ის მერე latent-ები, ანუ ვარიაციული ავტოენკოდერის output-ი და language model-ის output-ი იყოს ძროხა და fire hydrant-ი ერთად თუ ძროხა არის ნახსენები და სხვა შემთხვევაში უბრალოდ რაც იყო ის რა. ძალიან მაგარი ამოცანა. აი საღოლ რა ფარტო რა. განმოგეცემათ მოდელი, diffusion მოდელი და მონაცემების subset-ი რაზეც იყო გაწვრთნილი და რაზეც გაიტესტება ზოგადად ეს მოდელი რა. აი იდეები აბა როგორ გავაკეთოთ მეგობრებო, შენ არა. შენ გეთონება ამოხსნა. ამ დიპლომატი მოდელი არის გახოს არა არის ხო chat GPT არის chat ესე ტიპია რა აი ეს უნდა შევცვალოთ მოკლედ რა ეს forward pass-ია magic ქვია პროსა ფუნქციას გადმომეცემა latent-ები და text embedding-ები რა და უნდა დავაბრუნო რავი ახალი latent-ები და ახალი text latent-ი არის ვარიაციული ავტოენკოდერის output-ი
ფაქტურად ფოტო რა შეგიძლიათ ეგრე შეხედოთ და text embedding-ების მინი არის რაღაცა პრომპტი შეგვაქვს ეს პოზიციო გადადის embedding space-ში ეგ უკვე წერია ხო? ანუ მაგ ეგ შემიძლია პრომპტების გადაყვანა embedding space-ში შემიძლია, მაგრამ თვითონ პრომპტი შეცვლა არ შემიძლია რა. embedding space-ში უნდა შევცვალო როგორღაც. და ეს რაღაცა რო ანუ თვითონ embedding space-თან კონდეს რა ხარ embedding space-ში როგორ არის და embedding space-ში მოძებნოთ მაგალითად similarity და ვთქვათ რომ ზოხა არის რა და ისე გაუნახავთ. cosine similarity. კონდეს რა და ტექსტი რო ან პრომპტი რო გადავა embedding space-ში cosine similarity თუ ექნება რაღაცა ახლოს ამაგან ეგრეთ ესთან შეიძლება მოხდეს. არა ხო, ნუ ანუ პირველ რიგში მოდი ჩავშალოთ ამოსანა რა. ანუ რა უნდა დავადგინო პირველ რიგში. ზოხა არის თუ არა წინადებაში. სანამ მაგას დავადგენ, ანუ პრომპტში ზოხა მაქვს თუ არა, არ ვიცი. ანუ ვექტორში არის თუ არა ზოხა იქ უნდა გავიგო. იმიტომ რომ პრომპტებთან არ მაქვს პრობლემა. შეგვიძლია ვუყოთ ბევრია. ხო. ანუ რა უნდა გავაკეთო მაშინ? ანუ ორი რაღაც პროსა ის არის, რა ქვია, binary classificator-ი მაქვს რა ფაქტობრივად რა. ან არის ზოხა, ან არ არის ტექსტში რა. და ტექსტში კი არა, უფრო embedding-ში, ან text embedding-ში არის ან არის არ არის ზოხა. რავი embedding-ში პატარა მოდელი უნდა გასვათ, ეგ რა. არ წაიღებს ნამდვილად, რავი, პატარა 3 hidden limit, просто. რაც გააკეთებს ეს ადამიანი nn sequentials გააკეთებს ალბათ. ხო? პატარა 7 ანუ nn linear 768 რაღაც x просто რა ნებისმიერი, თუ გინდა 200 იყოს. და out features-ი გუნა რელუ 200 მერე რაღაცა 20 სიტყვაზე, ხო და out features-ი 2 რა და მე ის რელუ და ეგრე რა. მოხსე კიდე ეს question nesting-ი არ შეიძლება. ბიჭო, აბა ეს არის პირდაპირ აი ანუ ნახე text encoder-ი ცალკე მაქვს, tokenizer-ი ცალკე მაქვს. ჰა? ყველა კი. აი იმაზე ჩაწეკუნოთ არა კოდი ვქნა. ეს base model და რაღაც. ანუ ამას დრო დაჭირდება ცოტა ხალხს. ანუ ესენი ტესტირება არა, ამაზე შეგიძლია გადასცო, მაგრამ ძალიან ბევრი არის და ამიტომ ამის ავტორი საკმაოდ ჭკვიანურად ადგა და პროსტა აქედან რაც 6 წელზე გადასცა მხოლოდ რა. ჩვენ კიდევ უფრო შევამცირებთ მაგას, იმიტომ რომ 6 წელზეც რაც 2 წუთი ჭირდებოდა, მოდი კიდე შევამციროთ. ეს ყველაფერი inference-ის კოდი. ის კორექტი არის რა. ან ეს არის image object detection მოდელი დაალოდეს ამათვა. და ამ object detection მოდელში, ესე იგი, თუ ზროხა არისო და fire hydrant-ი არის ობიექტში, მაშინ უნდა დავუბრუნოთ ერთიო თუ არა დორლიო რა. ანუ არაფერი. ბიჭო, ეს იმის დაწერილია კაცო, თვითონ ჟიურის. ანუ ეს წინასწარ არის რა, ეს არის ევალუაცია. ჯერ არ გადავსულართ კოდზე, თავარს აგერ არის solution. ეს არის ჯერ ევალუაცია რა. ვერ მორჩა ის. აი ევალუაცია ვერ მოხდიოდა. ანუ ისიც if დაწყვეტა. სად? ანუ if-ას present-ო if name არის cow, ანუ თუ არის ზროხა და class present-ი და ის არის object-ში. ანუ object-ში არ თუ არა მაგას როგორ ვაკეთებ? object detection მოდელიც მაგ დალოდებო. Facebook-ის აგერ არის აი დეტექტორი და ეს არის დეტექტი რა თვითონ რა და ობიექტი. ხო. ორი ანუ ხო, მაშინ ერთია და თუ არა და ნუ თუ არც ერთი არაა, მაშინ ერთი. ხო. ამან პროსტა shorter validation იქნა და დაზიპა ლეიბლები და პრომპტები და custom inference გაუშვა ისე რომ ნახე shorter index პროსტა ის არის 40 იგზის ალბათ რა, აი ეს როგორც მე cow prompt-ი რა და პროსტა ადგა და ყოველ მე7-ზე ქნა რა და ხავდგები და ყოველ მე10-ზე ვიზამ მე.
და ეგრე უფრო ცოტა ევოლუცია გამოვა რა. ანუ პროსა ევალუაცია შეამცირა რა. 4 წელზე აკეთებ და უცებ რო ექნა მოკლედ რა. და აქაც რავი, არაფერი უკეთია, არაფერი უწერია ეგეთი რა წეს რა. პრომპტს პრინტავს და ობიექტს პრინტავს რა, შიგნით რა არის. რა? ხო, არა, ესეც არა ხელდაწერი. რა უცებ რო გაიშვა, იტყვა, აი ხა short cow prompts და short cow labels აი იმ ხელა რაღაცები არა შანსი არა. ამოწ. eval on prompts აი ამასაც არ დავწერდი. პროსა short eval დავწერდი არა მაგას. და ნუ ამასაც გავუშვებ, მაგრამ რა, დასაკეთებს უფრო ზუსტად რო გაიაზრო თქვენს რა. ანუ პროსტა ვალიდაციას უშვებს, ახლა ძროხებზე ეს არის, ანუ სხვებზე ეს არის short other label, short other prompts არის, ანუ სადაც ძროხა არ არის ნახსენები, სადაც ძროხა არ არის ნახსენები იმათი label-ები და სადაც ძროხა არის ნახსენები იმათი label-ები რა. მაგათ პრომპტები. ეგ არის სულ და პროსტა მაგას უშვებს, რომ ამოწმებს რა. და მაგათაც dairy cow და რადგანაც ობიექტი აბრუნებს ძალიან ბევრ ძროხას. Object detection რა. მაგის ვერ ხვდები რატო აბრუნებს ამ ბევრ ძროხას. ალბათ მართლა ბევრი ძროხა არის, ფოტოები არ მინახავს. ან შეიძლება უბრალოდ აი ერთ ობიექტზე ბევრჯერ აბრუნებს რა და დააბრუნოს, ანუ არ მაქვს ჩემ პრობლემა რა. განხელელი ის უნდა თუ ძროხა ხო არ მაქვს ჩემ ინტერესებში აღარ შედის ეგ რა. როგორც უნდა ისე დამიგნოს თავარია, მართლა იყოს იქ ძროხა. ხო, მაგრამ ანუ Kawin Mystifield შეიძლება ერთი იყოს ხო, ანუ ერთი ძროხა რა, ხო. რამდენი არ მაინტერესებს. კიდია. პროსტა რა ვიცი. შეიძლება მართლა 6 იყოს, შეიძლება პროსტა ეგეთი მოდელი არის, რომ 6 აგდებს არ ვიცი. ანუ ინტერესებში არ შედის რა ჩემსაში რა, ეგ რა, ჩემ ინტერესებში შედის, რომ თუ ძროხა არის, ნაღდად მიგდებს რა ძროხას რა. კაი, get text mini. რასაკეთებს get text mini. ეგ self-explanatory არის, რაც რასაკეთებს. pooling layer-ია ჩათვალეთ რა. პროსტა ასაშუალოებს. ანუ embedding-ები რა არის რეალურად რა, tokenization-და რო გამოვა ჩემი input ID-ები და შევა სიტყვაზე BERT-ში. მე მიბრუნდება რა, რამდენი ტოკენი ხონდა სიტყვაზე X-ი და თვითონ BERT-ისა განზომილება რაცა 768 სიტყვაზე, ხო? და 768 თუ არის ჩემი BERT-ის განზომილება და X ტოკენი თუ მაქვს, X 768 სიგრძის ტენზორი მექნება, ხო? ანუ ეგ მექნება შეიფი. ლოგიკურია, რამდენი ტოკენიც მაქვს, იმდენი ახალი წონა მექნება. და ეს რაც საკეთებს არის უბრალოდ ჯამავს და ასაშუალოებს მაგას და იღებს 1.768 ტენზორზე გადაყავს რა. განზომილებას უცვლის და ასაშუალოებს უბრალოდ pooling layer-ი რა დასწრებს ახი რა. pooling layer-ი ხა მაინც ეს არა შეიძლება კიდე სხვა რაღაც ყოფილიყო, მაგრამ ანუ სხვა კონფიგები ქონდა, მაგრამ ძალიან მარტივად პროსა წინადების embedding-ს აგენერირებს რა. და არა სიტყვების embedding-ს რა, არა ტოკენების embedding-ს, პირდაპირ წინადების embedding-ია ეს. გასაგებია ეს ფუნქცია? ხო, cow accuracy is approximately 0. რატო არის 0? იმიტომ რომ ჩემ ყველა დაგენერირებულ იმაში, ძროხაში, ფოტოში არც არ არის არცად არ არის ცეცხლმაქრი. ამიტომ accuracy 0-ზე. მაგრამ ეს ახლა ერთი გახდება. იმიტომ რომ აქ არც არა ძროხა და არც არა ცეცხლმაქრი ნახსენები. ანუ აქ ახლა ერთ დაპრინტავს რა, validate others იქნება 1, validate cows იქნება 0. რატო ხდებით? და მეკითხა თუ ექნება others რატო იქნება 1? იმიტომ რომ validate others 1, იმიტომ იქნება რომ თუ ძროხა არ არის, ან ძროხა ძროხა არის და ცეცხლმაქრი არ არის. და others როცა უშვებ, არც ძროხა მაქვს და არც ცეცხლმაქრი მაქვს. რეალურად ახალი ძალიან ცუდი სურათი ყოფილიყო და Microsoft ყოფილიყო და file hybrid-ი ცუდი. როგორ? ანუ აი ძალიან ცუდი სურათი ყოფილიყო file hybrid-ი ყოფილიყო ფოტოში, ანუ ხო ცუდი შემოდა. file hybrid-ი პროსა არ იქნება ფოტოში. ტესტებში წერია, ეს წერია, რომ ცალკე ცეცხლმაქრი არ იქნება. ან წინასწარ მოცემულია, ხო, აი, other accuracy is approximately 1, ხო. get text mini და ხო, როგორ არ გვექნება вообще case-ი. ხო, ანუ sentence-ები წამოვიღე ხა train dataset-თან რა. და რას აკეთებს ხა აქ რა? Torch stack-ი, self-explanatory-ია, რას აკეთებს?
просто სტაკავს ერთმანეთზე ამ ემენიგებს და ქმნის რაღაცა ტენზორების ლისტს რა ჩათვალე რა ეგრეთ წარმოიდგინე ბევრი ტენზორების და რა არის ხა get text meaning for sentences ანუ პროტა მექნება ხა დიდი ლისტი ისი წინადებების ვექტორების და y-ები მექნება მაგათი ლეიბლები ანუ არის თუ არა მაგ წინადებაში ძროხა და int cow ანუ რავი ეგეც მე მგონი პირდაპირ ანუ პროსტა ანუ ერთიდან ნოლები რა თუ არა ნოლი თუ არის ერთი ეს ყველა ხვდებით რომ ამ ტიპის დაწელი არ არის უბრალოდ არც მე დავწერდით просто დასკვიტო არის აი კიდე რა და ალბათ კითხა იქ ის და იმან უთხრა რომ ეს დაწერე უცებო რა სიჩქარე რა თავარი რა აქ შეგვიძლია ნახოთ რა ო რა აი ესეთი ლეიბლები გვაქვს რა იქ ესე ნახოთ ვექტორები ხო კაი როგორც წერა თქვით ეს ბიჭი აკეთებს ეგეთ რაც ეს ბიჭი სექსი არ ვქნები არ ვიცი ბიჭი თქვა ეს ადამიანი რაც აკეთებს პატარა კლასიფიკაციის ფუნქციას კლასიფიკაციის მოდელს ქმნის რავი ესეც არ არის მე მგონი რთული და რავი ეს რაღაცას ველოდებით თქვენგან თუნდაც უცებ რომ მიხვდეთ იქ ან იქ ვაფშე ჩინეთში ან ეხლა რო იქნება ეს არის მარტივი მოდელი ძალიან NSQL-ი რომ არც დაწეროთ ისეც გამოვა NSQL პროსა იმაშოვა რა ქვია ფუთავს ამ ყველაფერს პროსა NSQL რო გადავიდო ისეც დაწერო ეგრეთ იმუშავებს მაგრამ კარგია რა self მოდელი არის პროსა შეფუთული NN ლინეარი 762-დან 762 მაქვს input dimension 200-ში გადავყავს 200-დან 40 მაგრო შეიძლება 50 დაწერო არა აქვს მნიშვნელობა ის პროსტა უწერია ეს 40 რა მშობა გაიგიდე რა და რა მშობა რა და 40-დან 2-ზე 2 იმიტომ რომ output dimension-ი ან კი ან არა ანუ ბინარულია რა ან ან არ მაგ ძროხა ან არ მაგ ხო ხო მაგ სარხმარი არჩე ხო 0 და 1-ია რა რომელიც მეტია პროსა ხო რა აუ ია ანუ მე მოძახ ხოიხმა ანუ მე მოძილი არისო ეგრე სეკუნდში სუპერი მიწოთა პროსტა რაც შვენიერ ვალიდაციის accuracy არის 0.88 ნუ ნორმალური რა ეხლა მაგალითად ეს იმუშავებს მაგრამ ეხლა რომ დავწერო ეგეთი რაღაც რა აი კონ ხაო არ მაქვს ნახსენები მაგრამ მაინც მე უნდა რომ დროხა არისო ნახსენები ანუ ეგ პროსა უნდა მოსობა არის რა და ტოკენების თამაშია ასე ვთქვათ რა აი პირველი ვაჯებზე სახშიცადე და ეგრევე გამოვიდა და მეთქი ხა Come feel ხო დაუტოვოთ ხამ ადამიანს არ დაუკარგოთ ეს solution-ი რომ მაგათ აი solution-ი შოს აი კიდე რა ხო აი და ნუ თავიდან ესე გადავწერეთ ცოტა უკვე რაღაც სახემდე მივიყვანეთ ჩვენი ის რა ქვია magic ფუნქცია რა მე რაღაც სახემდე მივიყვანეთ რა ანუ ჯერ რეალურად ეს latent-ები დაბრუნება და ამის დაბრუნება არ გვიწერია, მაგრამ ან ძროხა არის თუ არა ნახსენები, მაგას უკვე ვხვდებით და ეგ მოგწონს და ეგ კარგი. ანუ რეალურად ეხა რაც აღშასული ეს არის, ხო? რომ მივყვეთ ამოცანას. ეხა გვა კლასიფიკატორი, ვხვდებით, მაგ კლასიფიკატორით არის თუ არა ჩემს embedding-ში ნახსენები ძროხა. ეხა მაგის მიხედვით უნდა შევცვალო ჩემი latent-ები და ჩემი text embedding-ები. latent-ების შეცვლა იცი რა არის? შემიძლია პირდაპირ train set-დან დაუბრუნო პროსა ფოტო. ან ფოტო სადაც ნახსენებს, ფოტო სადაც არის ძროხაც და ისიც რა ქვია. Fahrenheit და ავიწყდეს უცხეს მაგ ხო. ანუ
არ წერია შეზღუდვა ხო მაგაზე რა. ანუ თუ ძროხა არის, ანუ ძროხა და ისიც, ანუ ვაფშე პრომპტს რო ავურია, ანუ გავცდე. და პრომპტში რო ეწეროს, კიდე ძროხა არის რაღაცა ველოსიპედზე და დავიკიდებ მაგას რა და პროსტა ტრენსეტში რო არის, სადაც ძროხაც არის და ცეცხლმაქრიც, ეგეთ ფოტო რო დავუბრუნო, ეგეც იმუშავებს, იმიტომ რომ ხო, ანუ პირობა ეგრე უწერიათ. ანუ ჩემი ამოცანა არის, რომ პროსტა ტრენსეტში ხა ვიპოვო ისეთი ფოტოები, სადაც ძროხაცაა და ცეცხლმაქრიც, ეგ ერთი, რომ დავაბრუნო აქ ლეითენში და მეორე ტექსტ ემბედინგი შევცვალო ოდნავ დავშიფტო, იმიტომ რომ მე რო გადმომეცემა ძროხის ემბედინგი, იმ ძროხის ემბედინგში არ მიწერია არანაირი ინფო ცეცხლმაქრზე. ანუ რაღაცა პატარა დელტა უნდა ვიპოვო, დელტა განსხვავება. ძროხის, ანუ ისეთ პრომპტს შორის, ანუ მაგალითად პრომპტი, სადაც მარტო only cow და ამას მინუს prompt plus firehider და ანუ რაღაცა, ანუ ამათი ემბედინგები რა, ანუ ამათი ემბედინგები რა. ანუ ვერ მივიყო რა. გეტყვი ხო. რას ვაკეთებ ახლა? ლუქი რო ფაილის თუეცე რა. ანუ წაიშავს რა. არა, ანუ ხავ თუ წერია, მაშინ ემბედინგი, ან ტექსტ ემბედინგის მინში ხომ თუ ხავ წერია. მან ხო არ წერია ასევე რომ fire hydrant-იც მაქვს. ხო? არ წერია ცეცხლმაქრის ინფო. ხლები? და ამიტომ მე იძულებული ვარ რომ ეგ ინფო დავამატო ჩემ ემბედინგს. მაგ ინფოს დავამატებ აი ეს რო დავამატო რა, აი ეს პატარა დელტა რო დავამატო მაგ ემბედინგს რა. ხო რა. ანუ უნდა ეხა ამის მონცემი უნდა შევკრა ჯერ რა. ანუ მაქვს რაღაც რა ქვია ორი პრომპტი და მაგათ შორის დელტების თვა არის ამოცანა რა ფაქტობრივად რა. და მაგაზეც პატარა ხო რა. ხო, ანუ რას აკეთებს ნახე ხა. ზუსტად წერანაზით ხარ რა, კარგ ფოტოებს არჩევს რა. და ეხა პროსტა სადაც როხაცაა და ჰაიდრენცია თურმე ყოფილა ეგეთი ჩვენ მონაცემებში რა. და ბარემ არც ვიწვალებთ და ავიჩვენთ. მაინც ერთ-ერთი ფოტო მეც აი მაგრამ მე გავუშვი და ანუ რამდენიმე ანტიმას თუნდაც ფოტოს გადახედა პროსტა რა და ნახა რომ უინახე აი ამ ფოტოში ყველაზე კარგად ჩანს რა და ამოიღო მაგალითად 0.16 0.16 და მაგაცა მე გავუშვა პროსტა აი ეს ტიპი რა ეხლა რა არის ეს მოდი გადავხედოთ რა generate latency არის პროსტა il2 tensor-ი ან ფოტოს გადაყავს ტენსორში ნორმალიზაციას უკეთებს 255 რატო ალბათ ხო ხვდებით? პიქსელები რა, ხო. და მე latency არის ვარიაციულ აუტოენკოდერს გადავცემ უბრალოდ ამ images tensors და მივიღებ latency. ეს ფუნქციაც დარწმუნებული ვარ რომ თავისთავად დავწერია. შეიძლება არ ვიცი. და ან ფოტოს ხარისხი როგორ გამოარჩია ახლა ამ ბიჭმა ახლა შევხედოთ რა. კანდიდატ ინდექს კანდიდატებში გადავუყარა, ანუ აი ამ კანდიდატებს გადავუყარა ამ ფოტოებს. და კარგი ლეიტენთები დააგენერირა. ანუ კარგი ვარიაციული აუტოენკოდერის აუტპუტი დააგენერირა რა. ნუ პროსტა good latency კარგი რა, პროსტა ვარიაციული აუტოენკოდერის ლეიტენთი დააგენერირა რა. ხვდებით მაგას? ანუ ამ კონკრეტული ფოტოს, ამ ძროხიან და ცეცხლმაქრიან ფოტოს latency დააგენერირა, დააბრუნა good latency და text embeddings min. და მე ამ good late ამაში მე უკვე იმას რა ქვია. ანუ ვალიდაცია გავუშვა ზემოთ თავი დაწერილ ფუნქციაზე რა. ანუ მუღამი რა არის რა, ამ დაბრუნებულ latency რა. იმ ჩვენ object detections უნდა დაერყარო აქ ნამდვილად არისო ის რა ქვია. ვაი მე ოკეი. სადა აქ? თუ ის რა ქვია, ის ქაუმინ არის ზემოთ ქონდა ფუნქცია დაწერილი იმისი რა ქვია. text embedding-ის საშუალო გადაეცემა და გიბრუნებს კლასიფიკატორის პასუხს რა არის თუ არა ამ embedding-ში ძროხა ნახსენები.
მე რას საკეთებს არის აი ამ forward pass თითოეულ იმაზე, ეგრე ანუ შეიძლება გართაც დაეწერა, არ აქვს შოლა ამას რა. Latent magic-ს იყენებს, ანუ აი ამ კლას ინიციალიზაციას და validate cows გადასცემს ამ კანდიდატს რა. просто და validate cows რაც გააკეთებს ახლა. validate cows გააკეთებს ეგეთ რაცას, რომ ზემოთაც რო უშვებთ ხოლმე ეს ვალიდაციებს. ვაიმე. აი ამას. validate others, validate cows. ანუ რეალურად ამოწმებს ჩემს cow პრომპტებზე, ანუ ძროხის პრომპტებზე მუშაობს თუ არა, ანუ დაგენერირებული ფოტოში ამჩნევს თუ არა object detection მოდელი ძროხასაც და fire hydrant-საც რა. და მაგის მიხედვით მე მივხვდები რომ რომელსაც ამჩნევს ყველაზე კარგად ის latency უნდა დაუბრუნო ხოლმე სულ. ანუ accuracy რომელსაც აქ მაგალითად დააგერა 16 იყო და accuracy 1 იყო და პირდაპირ 16 იყო რა. აიცა, აუ ნახოთ 16 რომელია ბარა. აიცა. სხვა არაფერი არა, მაგიტო ესეთი განსაკუთრებული შედეგია. ამის გაშვება არ მინდა, იმიტომ რომ მე 15 წუთი შვებოდა. დავიკიდოთ. უბრალოდ ვენდოთ რომ მე 16 აირჩია რა. აი ეგ გააკეთე ზუსტად რა. просто latent დაგენერე მე 16-ს. და ეხლა უკვე შეიცვალა ჩვენი latent magic-ი რა. ეხლა ყოველთვის ამას ვაბრუნებთ. ამ მე 16-ს. მაგრამ text embedding minis შესაძლებელი გვაქვს. იმიტომ რომ text embedding mini უბრალოდ მიბრუნებს რაც გადმომეცემა იმას პირდაპირ და ეგ მაგ ინფოში просто ძროხა წერია. ანუ მეტი არაფერი არ წერია. არ წერია რომ მაგ embedding-ში რომ სიტყვაზე ის მაგ აქვია. ცეცხლმაქრი მაგ. ანუ ინფო არ გადმომეცემა რა ამ embedding-ში ცეცხლმაქრის. ამიტომ სულსაწევი რაც გითხარით, ეს რაღაცა რა. ანუ embedding space-ი რო kind of linear space არის, ეგ იმიტომ რომ просто text embedding-ებში გადავიყვანე. ანუ linear space ნიშნავს რომ просто token-ების embedding-ები არ მაქვს რა და ყველა სხვა სიგრძის არ არის და ანუ წფივი არის просто რა 1.768 არის ყველა embedding-ი რა. 768 სიგრძის თითოეული embedding-ი მაქვს რა, იმიტომ რომ გავასაშუალო ზემოთ მეთოდით getXmint რა. ხო ხვდებით მაგას? ანუ we train the small neural network to predict change. აი რა change ამომამს თუ ძროხა თუ არის რომ ანუ change-ი დაუმატოს მერე რა. და რასაკეთებს მაგითი რა, ანუ x-ები მაქვს ისე просто embedding-ები ამ sentence-ების და y-ი მაქვს ამ ტექსტებს პლუს ძროხა და პლუს hydrant. და მეც უბრალოდ აი ესეთი არ ვიცი просто არა просто აკეთებს. უცებ როქნას ალბათ. ხო რა, ანუ 768 20 output-ია რა რეალურად რა, ანუ ტენზორი დელტა მინდა რაღაცა, ხო, ანუ რაც ამ დელტა ანუ პატარა სხვაობა ასე ვთქვათ რა. არა, ენკოდერი просто პატარა ის არის რა. ანუ პატარა embedding-ს აგენერირებს რა, ძალიან მცირე ზომის საჯამში რო просто ხო რა. ანუ ეს აგენერირებს უბრალოდ რა. რო ესწავლა ხო რა, ან პატარაც ეს პატარა ცვლილება რას აძლევდა რა. რომ მე დაემატებინა ესეთი რაღაც შეხე. მე უკვე აძლევს mean difference რა. mean difference yani mean models აძლევს text embedding means რა. იქოლება ეგ მე და ანუ რეალურად მიგენერირებს იმ პატარა delta tensors. ეს mean difference არის ეგ პატარა delta tensori და რომელიც განსაზღვრავს არის თუ არა ამ ძროხას არსად ახსენები var hydrant. და მე უმატებ ამ mean difference. ეს არის და ეს. საკმაოდ რთულია, კი, მესმის თქვენი. აუ რა, მის დაშვება. მაგრამ ეს პონჩი თანახმად იყო თუ რატო ვერ ვაკომენტარებ ბიჭო რა ისა გაქვს რა. აღარ მინდა ვაფშე. აუ შალე პროსტა. აუ ეს სანამ გაეშვება. ანუ ერთს უნდა ეს ნახევარ საათს ამბავია რა. აზრი აქვს ამის გაშვებას. ეს გაუშვო და ნუ აქ ორივეგან ერთი იქნება, ანუ accuracy იქითაც აქითაც უჭველი ერთი იქნება და ამიტომ
შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოლიდურად დაწერა ამას. ეს ექსპერიმენტი ყოველგვარი რა სულ რაღაც თანახმად უშვები ტრენდი არის რა და ციგნები წერს ფიქრს აი ეხაც რა შე ეხლა ეს გაშვებულია. იტერაცია უნდა გაიაროს შე. შეიძლება გავული. ხო აი. ხო ასე აი fire hydrant-ი აღმოაჩინა. ანუ ჩვენ დაგენერებულ embedding-სა და latency ნამდვილად იყო იმალებოდა ძროხაზე fire hydrant-ს. გავა კითხები? არანაირი. ცოტა თული იყოს ეს 60 რთულია. ეს საკმაოდ რთული ამოცანა იყო მაგით ეთახვებით. NLP ცალსახად NLP ეს ცალსახად ვიჟენი არ იყო მე თუ კითხო რა. ანუ აქ ბევრი embedding-ებზე უფრო გიწევ. ხო. CNN-ი ვაფშე არ გამოგვიყენებია სიტყვაზე რა. ანუ კითხები, რამე გაქვთ კიდე კითხვა? საუბრობ. არანაირი? იმედია დიფუზერი რა. არის საქართველოს ო აგრაც მე მაქვს ვიჟენის ამოცანა და ეხა აი ნახოთ თქო ნახოთ ისე ამოცანა გავხდე კი ჰა ვhatever ეგეთ გავაჩი ო მე და დავსალავდნენ ვიჟენს ისინი ადგენენ იმათმა დაწერეს უკვე დაწერს რა ადგენენ ისე შოთა ანზორი ჩაიხსნა მე მგონი ხო ანზორი დიადარა ანუ ეგ ამოცანები ყველა ერთად შეადგენენ და პროსტა მაგეთ იმპლემენტაციებზე ვართ ახლა რა ხო ანუ cow accuracy is approximately 1 და ეხსაც უეჭველი 1 იქნება რა და გამოდის რომ არა ეს არა რა ჰომომოცანა ის მოასწრებს ჯერ არა ჰომომოცანა პირდაპირ იქნება 300 მე მოიხოდე ასეულდები ეგ არის მაშინ დავამთავრებ მიტინგს ხო კეთ აუ ანტონი საქაა და ანტონს ხო არ აქვს რამე კითხვა არა აი იმას კეთ დაუძახე ავტომატურად მოჩით ხო